ნარკოტიკების მოხმარება და ყველა ვაღიარებთ ამას, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში არის სერიოზული გამოწვევა. ამ პრობლემის გადაჭრაში შეუცვლელი როლი არის პირველადი ჯანდაცვის სისტემის და ოჯახის ექიმების. ეს არის რგოლი, რომელმაც პირველმა უნდა შენიშნოს პრობლემის არსებობა, სანამ ეს პრობლემა რაღაც სიღრმისეულ ფაზაში გადავა, პირველმა აღმოაჩინოს და მიიღოს ზომები, რომ უფრო მძიმე ფორმებში არ გადაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად შევქმნით სასარგებლო ონლაინ რესურსი, პლატფორმა, ტრენინგების, პროტოკოლების, გაიდლაინების CPRG ქვია ამ პლატფორმას, ყველასთვის ხელმისაწვდომია და იქ გარდა პროფესიონალებისა, სხვა შორის ახალგაზრდები, მშობლები, მასწავლებლები, ვისაც რაღაც ინფორმაციის სანდო ობიექტური ინფორმაციის მიღება სჭირდება ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ეფექტების ზიანის თაობაზე, აქვთ შესაძლებლობა რომ შევიდნენ და გასაგებ ენაზე მიიღონ ეს სანდო ინფორმაცია. არის სრულყოფილი პრაქტიკულად რესურსი, რომელიც პროფესიონალს უნდა დაეხმაროს ოჯახის ექიმებს ამ შემთხვევაში აი ამ შეუცვლელი ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში, რომელსაც ქვია ადრეულ ეტაპზე მოხმარების ან დამოკიდებულების პრობლემის აღმოჩენა და სწორი მიმართულების მიცემა ადამიანისთვის. ნარკოლოგამდე არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, თუნდაც პრევენციის სახით. ამდენად ოჯახის ექიმებს, ექიმებს, რომლებიც პედიატრიული ასაკის პაციენტებთანაც მუშაობენ, 14 წლის ასაკიდან უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ეს მიდგომა. სტიგმასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს, რომ შემცირდეს, გაცნობიერებასაც ზრდის, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში, დიალოგის დაწყების საშუალებას იძლევა მშობლებსა და ერთი მხრივ მოზარდებს და ექიმ შორის. დამოკიდებულება არ ყალიბდება ესე სწრაფად და სწორედ სანამ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, მანამ არის ის ძირითადი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვერც კი ხვდება, თუ რა არის ის საზიანო ზომა, მოცულობა ალკოჰოლის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც ამ მიმართულებით დაინერგება ეს პირველი ჯანდაცვის სისტემაში, ვინაიდან დღეს უკვე ყველანაირი პირობა გვაქვს, წინ წავწიოთ საქმე ადრეული იდენტიფიკაციის და შემდგომი, ესე ვთქვათ, ადრეული მართვის ხელშეწყობის სახით. ბოლოდროინდელი სისტემატური მიმოხილვები გვეუბნება, რომ არც ერთი წვეთი ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის სარგებლობის მომტანი არ არის. აი ჩვენ რო გქონდა ამ ცდარი წარმოდგენა, რომ ალკოჰოლი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, აღმოჩნდა, რომ არა, სარგებელი არაფერი არ მოაქვს. მას აქვს ასევე ის სტანდარტული ზომა, ესე ვთქვათ, მოცულობა, რომელიც ადამიანისთვის საზიანო არ არის. ამიტომ ეს არასაზიანო მოხმარება არის სწორედ ის, რაც უნდა ვისწავლოთ, რასაც თამბაქოზე ვერ ვიტყვით. მას არ აქვს ისეთი დოზა, რომელიც საზიანო არ არის ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლისგან განსხვავებით.